ავტორალი გაიმართა ბათუმში. ბრიჯსტოუნის შავი ზღვის თასის მოსაპოვებლად ერთმანეთს 17 პილოტი ეჯიბრებოდა. 1 კილომეტრიანი ტრასა ქალაქის ქუჩებზე გადიოდა და მრბოლელებს სულ 60 წრე უნდა გაევლოთ. გამარჯვება არჩილ ბიძინაშვილმა მოიპოვა, რომელსაც თასთან ერთად ბრიჯსტოუნისა და თეგეტა მოტორსის პრიზები და 1000 ლარი გადასცეს. ბრიჯსტოუნის შავი ზღვის თასი უკვე 6 წელია თამაშდება, მომავალი წლიდან ორგანიზატორები გეგმავენ, რომ შეჯიბრი საერთაშორისო გახდეს. გარდამავალი თასი იყო, სამჯერ უნდა მოგებულიყო ბრიჯსტოუნის თასი, მესამედ მოვიგე, ეხლა მე. და ეს თასი წავა ჩემთან სახში და დარჩება იქ. შავი ზღვის თასი ბრიჯსტოუნის გათამაშებული. დიდი მადლობა სპონსორებს კიდე ასეთი ლამაზი პრიზებისთვის, რომლებიც დააწესა ბრიჯსტოუნმა. სადაც განსხვავებული ფორმატი გვაქვს, იმიტომ რომ ეს ტარდება ყველაფერი განახლებულ ახალ ბათუმში შეიძლება ესე ითქვას, ახალ ბულვარის ტერიტორიაზე, ბათუმის მერის ხელშეწყობით რა თქმა უნდა. წესრიგის მონაწილეობას მხოლოდ პროფესიონალური მრბოლელები 17 არიან.